საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად შემოქმედებითი საღამო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაში თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ დროისთვის პროექტში 4400-მდე მოსწავლეა ჩართული. პროექტის ფარგლებში სკოლებში დაფუძნებულია ღირებულებითი განათლების კლუბები. ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს. წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების მიერ ხელით გადაწერილი წიგნები. სკოლის მოსწავლეებმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღზე ქართული ხელნაწერების შესახებ და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრეს. ჩვენ ვიმყოფებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში, რომელიც მასპინძლობს 171 სკოლის ბავშვებს, რომლებმაც მოაწყვეს შესანიშნავი ღონისძიება მიძღვნილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისადმი. ნამდვილად ის შესანიშნავი ღონისძიება არის, ესე იგი ძალიან მრავალფეროვანი, შინაარსიანი, ლამაზი ბავშვები, ესე იგი თითოეულ კუთხეს მოეფერნენ, მათ მოგვიყვნენ გადმოგცეს მათი ისტორია, ღირსშესანიშნაობები სლაიდ-შოუზე გვაჩვენეს და თითოეულ კუთხეზე საუბრისას, ესე იგი პარალელურად მათ შორის მიმდინარეობდა ქორეოგრაფიული ნომრებიც. და ეს ბავშვები არიან მართლა უნიჭიერესები. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ბავშვებმა კარგად გააცნობიერეს ქრისტიანობის როლი საქართველოს ისტორიაში და ჩვენც გაგვიზიარეს. მათი ეს ექსპრესია, მათი ეს სიყვარულით გადმოცემული თხრობა თუ სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომრები რაღაცნაირად ძალიან ამაღლებულ განწყობას ქმნიან და მადლობა ამ ყველაფრისთვის მათ უნიჭიერეს მენტორსა და ხელმძღვანელს როსტომ კაჭახიძეს. დიდი მადლობა რა თქმა უნდა მამა გიორგი ყიფშიძეს, რომელიც კურირებს ამ ღონისძიებებს, კულტურულ ღონისძიებებს ამ სკოლაში და მე პირადად ძალიან გახარებული ვარ ამ სკოლის წარმატებებით, იმიტომ რომ ესენი ხშირად გვანებივრებენ მსგავსი ღონისძიებები და ჩემ სკოლასთანაც დამეგობრებულები არიან. მე 179 სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის მენტორი ვარ და ჩვენი სკოლა და 171 სკოლა დამეგობრებული არიან ერთმანეთს და რამოდენიმე ერთობლივი ღონისძიებაც კი გვაქვს ჩატარებული. დღეს გიორგი ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ეს გახლავთ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიება და ერთ-ერთი ძალიან საუკეთესო და საამაყო ღონისძიება იმ მხრივ, რომ აქ დღეს ჩვენ წარმოგვიდგენ 161 სკოლის ბავშვები ფაქტობრივად ძალიან ახალგაზრდები, რომლებიც თავისი მთელი ენერგიით ასრულებენ ხელნაწერ და მინიატურით დასურათებულ ქართლის მოქცევის ისტორიის აი ამ დიდ გრაგნილს რო იტყვიან. ეს არის 50 მეტრის სიგრძის გრაგნილი, რომელიც ამჟამად ესეთი მოკრძალებული ფორმით დღეს აქ წარმოადგინეს, რადგან დიდი არის არა მისი რო იტყვიან ზომა-წონა, მაგრამ ის რაც ჩადებულია მასში ამ ახალგაზრდათა მიერ, ის სიყვარული, ის სიფაქიზე, დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის რელიგიისადმი, საკუთარი ქვეყნის კულტურის ისტორიისადმი, ეს არის განსაკუთრებით საამაყო და განსაკუთრებით იმედის მომცემი იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას აი ესეთი ძლიერი ახალი თაობა ეზრდება და მოდის იმისთვის, რომ ქვეყანას ემსახუროს თავისი ღვაწლით და თავდაუზოგავი შრომით. ამიტომ მე ვთვლი, რომ დღეს ძალიან კარგი და ღირსშესანიშნავი დღე გვაქვს და მე ულოცავ მთელ ქვეყანას აი ამ მშვენიერი ბავშვების აი ესეთ შესანიშნავ შედეგს, რაც დღეს წარმოადგენს და
უსურვებ ყოველივე სიკეთეს. ჩვენ გახლავთ თბილისის 171 საჯარო სკოლიდან, სადაც ფუნქციონირებს საპატრიარქოს და მისი უწმინდესობის დაფუძნებული ღირებულებითი განათლების კლუბი. ხელმძღვანელობს დეკანოზი გიორგი ყიფშიძე. მას ვთხოვეთ ასევე, რა თქმა უნდა, დახმარება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება სხვადასხვა ღონისძიება და გვინდოდა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებსაც აქტიურად მიეღო ამაში ყოფილიყვნენ ჩართულები და არამხოლოდ კლუბის წევრები სკოლის, არამედ სხვა მოსწავლეებიც აყვნენ ამ წამოწყებაში და შევქმნით უნიკალური ხელნაწერი წიგნი, დაახლოებით 50 მეტრის სიგრძის ასეთ გასაშლელი წიგნია. ლეონტი მროველის ტექსტი მოქცევა იქ ქართლის საერთლიანად გადავწერეთ და მოვხატეთ 70-ზე მეტი ილუსტრაცია წარმოდგენილი, 40 ბავშვამდე მიიღო ამაში მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩვენ წინა წლებში გაკეთებული სხვა მასშტაბური პროექტები გვაქვს მოტანილი ხელნაწერი წიგნების სახით და გამოფენილი. მე ვარ ღირებულებითი განათლების კლუბის წევრი, უკვე 3 წელიწადია, რომელსაც ხელმძღვანელობს მამა გიორგი ყიფშიძე. დიდი მადლობა მას ასეთი თანადგომისთვის და კიდევ იმ უამრავი პროექტისთვის, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ, ეს ენთუზიაზმით ახსავსებ ბავშვები. 171 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ღირებულებითი განათლების კლუბი, სადაც დაიბადა იდეა შეგვექმნა ქართლის გაქრისტიანების 1700 წლიანი იუბილესთან დაკავშირებით ეს უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი, სადაც მონაწილეობა მივიღეთ როგორც სხვა სკოლის მოსწავლეებმა, ასევე ჩვენ 171 სკოლის მოსწავლეებმა და აუცილებლად მასწავლებლების დახმარებით. და ასე ერთობლივი ძალებით შეიქმნა ეს უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი. და დაახლოებით 3 წელია ღირებულებითი განათლების კლუბში ვართ გაწევრიანებული, ჩემი კლასი და ასე ვანხორციელებთ ასეთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძართან მდებარე ჭრაკერვის შემსწავლელ სახელოსნოში სწავლების კურსი ამჯერად 27-მა პირმა დაასრულა. მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჭრაკერვის შემსწავლელი სახელოსნო სახელწოდებით ელზას სკოლა დიზაინერმა ლია კაპანაძემ გასულ წელს დააარსა. საქველმოქმედო პროექტი მან გარდაცვლილი დისხსოვნას მიუძღვნა. კურსდამთავრებულების მიერ შეკერილი 14 სტიქარი და ბაღდადი საჩუქრად სხვადასხვა ტაძარს გადაეცა, მათ შორის სამების საპატრიარქო ტაძარს. სახელოსნოში გადამზადების მომდევნო ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება. როგორც ლია კაპანაძემ აღნიშნა, ჭრაკერვის შემსწავლელ კურსზე რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება. სასწავლო პროცესი კი ოქტომბრიდან განახლდება. სამების ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში პედაგოგისა და ამ ელზას სკოლის დამფუძნებლის ქალბატონი ლია კაპანაძე ტყემალაძის მიერ დასრულდა იმ 27 შეგირდის სწავლება, რომლებმაც ამ პერიოდში მიიღეს ცოდნა მოდელირებასა და ჭრაკერვაზე 6-თვიანი უფასო კურსები. ეს კურსები დაფუძნებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესი წარსგანსვენებული პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის უდიდესი ძალისხმევით და ფართი დათმობილია ჩოხოსანა საზოგადოებამ დაუთმო ეს ფართი, სადაც უფასოდ მიმდინარეობს სწავლა, გავიმეორებ კიდევ ერთხელ. ცხადია, ინტერესი დიდია, იმიტომ რომ 27 ადამიანი დაოსტატდა. საინტერესოა ძალიან ლიას წამოწყება, მნიშვნელოვანიც არის, საინტერესოც არის და წამახალისებელია სხვა ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სათანადო ცოდნა სხვადასხვა სპეციალობაში, რომ ადამიანებზე იზრუნონ, უფასოდ ასწავლონ, უანგაროდ გასცენ სიკეთე, რომ მათაც დაუბრუნდეთ ეს საქმე. ვიხარია, რომ დღეს აქ სამების ტაძრის სივრცეში ჩვენ გვაქვს საშუალება დავესწროთ ძალიან კარგი ქართველი ქალბატონის ლია კაპანაძის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, შეკრებას, სადაც მან გადასცა თავისი სერტიფიკატები, ერთგვარი მადლობის ნიშნად მოსწავლეებს, რომელიც მას ყავს აქ ასწავლის ჭრაკერვას. აქ ჩვენ ერთ სივრცეში ვართ, ჩოხოსანთა საზოგადოებაც და გვიხარია, რომ ჩვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი და ძალიან ქველმოქმედი ქალბატონია. სამების ტაძარს გადასცა 30-ზე მეტი სტიქარი საჩუქრად, ჩვენ სამლოცველოს მე რუსთავიდან ვარ, იქაც გაგვიკეთა საჩუქრები, ბაღდადები, გადმოგცა
ცდილობსა და ცდილობს, რომ ეს კეთილი საქმე აკეთოს. წეღან ვფიქრობდით ასევე ცდილობს, ესე იგი და ღმერთმა ხელი მოუმართოს, რომ რეგიონებში გაიტანოს თავისი კუთხიდან, იმერეთიდან დაიწყო, იქაც იგივე საქმიანობას ეწევა სრულიად, ესე იგი უანგაროდ აკეთებს ამას, ასწავლის და მერე აი ამ ყველაფერს ახმარს ისევ და ისევ ეკლესიას და მადლობა მას ამ ყველაფრისთვის და მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ჩვენს ძვირფას პატრიარქს ცხონებულს ილია მეორეს, რომელმაც ეს საქმე აკურთხა შარშან მეუფე სტეფანეს, რომელიც ბრძანდება აქ ამ ყველაფრის ხელმძღვანელი და მართველი. ხარული ვარ. დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა ელზას სკოლის ჭრაკერის 6-თვიანი კურსების კურსდამთავრებულების სწავლება. ქალბატონებს გადაეცათ სერტიფიკატები. სწავლება დაიწყო წელიწად ნახევარია. ეს მეორე ჯგუფია. მიხარია, რომ ჩემთან არიან მრავალშვილიანი დედები, ონკოპაციენტები, შუშუმუპირები და ასე შემდეგ. მიხარია, რომ ამათ ცოტა ხელი შეწყობა ჭირდებათ და მინდა რომ ფული არ გადაიხადონ და რაც შემიძლია, ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება გადავწე და ძალიან კარგად სწავლებენ მიხარია. სტიქარი დავარიგე 80 სტიქარი ილია მეორეს საპატივცემლოდ გაგვინათლოს მისი სული ღმერთმა დიდებული ადამიანი დავაგაგეთ, ალბათ იქიდან გულოცავს ჯერა. და ეს 80 სტიქარი დავარიგეთ რეგიონებში. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს აქ ყოფნით. რაც შეეხება სტიქრის გადაცემას. საოცარი დღე იყო, მივედი ქაშვეთის საპატრიარქო ტაძარში და დამხვდა ქალბატონი ლია. ამის შესახებ მე არ ვიცოდი, საერთოდ ინფორმაცია არ მქონდა. როდესაც ტაძარში მივედი, დამხვდა ქალბატონი ლია და მითხრა, რომ შენ დღეიდან გეცმება სტიქარი მსახურებაზე. საერთოდ ადამიანი როდესაც სტიქაროსანი ხდება, ეს ყველაფერი არის ღვთისნება და მე რომ სტიქაროსანი გავხდი, ამ ყველაფერში ქალბატონი ლიას დიდი წვლილი ურევია და დღეს თუ რამე მაკავშირებს ქალბატონ ლიასთან, დღეს თუ მე მქვია ქაშვეთის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ლია კაპანაძეს. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო კურსდამთავრებულებს, წარმატებები უსურვო, ღმერთმა დაალოცო, მშვიდობა მიცეს და სიკეთე მიცეს და ქალბატონ ליას კიდევ წარმატებები მინდა უსურვო და ღმერთმა დაალოცოს და მშვიდობა მიცეს და ბევრი კეთილი საქმე აკეთებინოს. გავიგე რომ სტიქარის ფორმებს ასწავლიდა ლია მასწავლებელი და მეც მომინდა რომ მესწავლა, უფრო ჩემი ის იყო სურვილი. მაგრამ რომ მოვედი, ბევრი რამ შევისწავლი ამ 6 თვის განმავლობაში. მინდა დროთ ვისარგებლო და უდიდესი მადლობა გადაუხადო ჩვენი ელზას სკოლის დამფუძნებელს, ჩვენს უსაყვარლეს მასწავლებელს ქალბატონ ლია კაპანაძეს, რომელიც უკვე თვეებია ჩვენზე ზრუნავს, არიშურებს სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას. დასაფასებელია მისი ასეთი ამაგი და მზრუნველობა. სასიხარულო ამბავი გახლავთ, რომ თვითონ გოგონებმა სასულიერო პირების სამოსელის კერვაც კი შევისწავლეთ და ჩვენს მიერ შეკერილი ნათლობის კვართები საპატრიარქოდან მითითებული ასევე სტიქარის ფორმებიც არაერთხელ შევკერეთ, გადავეცით არაერთ ტაძრებს საჩუქრად, სამებას, სიონს, ზოგიერთები კი სოფელშიც კი საჩუქრად გავაგზავნეთ. შეგახსენებთ, რომ ჭრაკერვის შემსწავლელი სახელოსნო სახელწოდებით ელზას სკოლა სამების საპატრიარქო ტაძრის პირველ სართულზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სივრცეში მდებარეობს. სწავლება უფასოა და კურსი 6 თვეს მოიცავს. საქველმოქმედო პროექტი მრავალშვილიანი და სხვადასხვა დაავადების მქონე ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი. ელზას სკოლის ფილიალები უახლოეს პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიხსნება და მსურველები ჭრაკერვას ყველგან უფასოდ შეისწავლიან. ამ დროისთვის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში ერთი სახელოსნო საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელ კორბოულში უკვე ფუნქციონირებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში საქართველოს მელიორაციის ახალმა მომსახურების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. მათივე ცნობით, კომპანიის თანამშრომლები მოსახლეობასა და ფერმერებს დაეხმარებიან განცხადებების შევსებასა და საჭირო პროცედურების გავლაში. მიმდინარე წელს კიდევ 2 ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნება დმანისისა და წნორის მუნიციპალიტეტებში. გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი სამელრაციო მომსახურებისთვის საჭირო მომსახურებების ცენტრი, სადაც ჩვენს ფერმერებს, ადგილობრივ ფერმერებს აღარ მოუწევთ დაახლოებით 30-40 კილომეტრის მანძილზე სიარული და მარტივად შეძლებენ იმ მომსახურებების და სერვისების მიღებას, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს მელიორაცია წევს. აღნიშნულ მომსახურებაში შედის როგორც ირიგაციის კონტრაქტების გაფორმება, ასევე წყალსარგებლობის განრიგების შეთანხმება და წყალსარგებლობის განრიგების შეცვლა თარიღის.